ბევრ საკითხზე მინდა რომ ვისაუბროთ, მათ შორის თქვენ შიდა კოალიციურ შიდა პარტიულ პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ დავიწყოთ მოდი არსებული გარემოს შეფასებით. რაც დღეს არის, პარტიების ნაწილი კამპანიაშია ჩართული, პარტიების ნაწილი პირიქით, ესე იგი საპირისპირო კამპანიაშია ჩართული, რაც ნიშნავს არათანამშრომლობის ნაწილს. აქაც არის განსხვავება, ხო? არსებობს 13 სექტემბრის აქციების სულისკვეთება თითქოს ერთ შეხედვით და არსებობს 4 ოქტომბრის აქციის სულისკვეთება. როგორ უყურებთ თელ ამ პროცესს და ხომ არ არის ეს დამაბნეველი ამ მრჩევლისათვის, ადამიანებისათვის, რომლებიც ამას უყურებენ? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით პოლიტპატიმრებს, თუ ეხა ვინმე გვიყურებს. უყურებენ სხვა შორის პოლიტპატიმრები, აქტიური მაყურებლებია. ძალიან მიხარია თუ ასეა. ხო, დამაბნეველი ყველაზე მეტად რაც ამ სიტუაციაში არის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ლელომ და გახარიეს პარტიამ მიიღო, როდესაც ადგენენ და აბსოლუტურად რევიზია გააკეთეს იმ არჩეული გზის და სტრატეგიის, რასაც ისინი მანამდე მიყვებოდნენ, რაც გულისხმობდა პარლამენტში არ შესვლას, რეჟიმთან არ თანამშრომლობას, მათთვის ლეგიტიმაციის არ მიცემას და ასე ვთქვათ, აი იმ გზას, რის ერთგულიც არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ მთლიანი სამოქალაქო სექტორი გავხდით, ასე ვთქვათ, ბოლო 1 წლის მოვლენების შედეგად. ეს არის სწორედ დაბნეულობის მთავარი მოტივი, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, რაც აი პირდაპირ რაღაცა გარიგების, პირდაპირ თანამშრომლობის ნიშნები იკვეთება ჩვენი შეფასებით რეჟიმთან და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს რაღაცა მინიმუმ არის ივანიშვილის სურვილების ასრულების რაღაცა მცდელობა მათი მხრიდან. რასაც მათ შორის მათ თავისუფლება მოყვა. თავისუფლება ხა ნებისმიერი პატიმრის თავისუფლება ძალიან გასახარი ამბავია და მაგას ვერ ვიტყვით, რომ ციხეში უნდა დარჩენილიყვნენ და ძალიან კარგია თქო, მაგრამ ძალიან ზედაპირზე ჩანს რამ გამოიწვია მათ შორის მათი თავისუფლება. ხო, გამოიწვია იმან, რომ შევიდნენ იმ არჩევნებში, რომელშიც ლეგიტიმაციის მოპოვება სჭირდება ხელისუფლებას და ამას ვამბობ ჩვენ დიდი ხანია, ჩვენ ლიდერებიც ამას ამბობდნენ ძალიან მკაფიოდ, რომ რეჟიმს სჭირდებოდა აი ამ არჩევნების გზით რაღაცა ლეგიტიმაციის მიღება და ნორმალიზაციის მცდელობა სიტუაციის, რასაც ამ წუთას ლელო და გახარია უკეთებს და რაც არის უდიდესი დაბნეულობის მიზეზი ჩემი აზრით ამ მრჩეველში, თუმცა ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ არანაირ ვთქვათ ბოიკოტის კამპანიაში კი არა ვართ, იმავე კამპანიაში და იმავე გზაზე ვართ, რაზეც ვიყავით ჯერ კიდევ 1 წლის წინ, როდესაც ის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისე როგორც ჩატარდა, აბსოლუტურად არაღიარებული არავის მიერ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და მას შორის პროტესტი რაც დაიწყო 28 ნოემბრის შემდეგ. ჩვენ მაინც ხართ ბოიკოტის კამპანიაში, ხო? ადამიანებს მოუწოდებთ, რომ არჩევნებში არ მიიღონ. არ უნდა მივიდნენ, იმიტომ რომ ეს არ არის არჩევნები. ნახეთ, ეგეც გასათვალისწინებელი ამბავია, ბოიკოტი შეიძლება რაღაცა ერქვას, რომ მართლა საარჩევნო პროცესია და უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა პრობლემები არის თქვა დემოკრატიაში ან პროცედურულად ან ასე შემდეგ შეეძლოა აი ამ პროცესს გამოუცხადო ბოიკოტი და რაღაც მოემზადო უკეთესი შედეგისთვის, ხო? ეს რაც ახლა 4 ოქტომბერს ტარდება, ჩვენი შეფასებით არჩევნები საერთოდ არ არის. ყოველად გაუარესებული პროცედურული, დემოკრატიული, პოლიტიკური, სამართლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად გამორიდა ციხეში ყველა პოლიტიკური პატიმარი გარდა იმისა, ვინც ახლა რაღაც არჩევნებში შესვლა გადაწყვიტა. აქედან ვინ შედის არჩევნებში ნახევარი კიდე გაქცეულია ქვეყნიდან, ვიცით, მათ შორის გახარია შემთხვევა. ხო, არა ნორმალური მდგომარეობა არის აბსოლუტურად, ეს არჩევნები არის, ამიტომაც ამაში მონაწილეობას არ ვიღებთ. 13 სექტემბერს რაც შეეხება, 13 სექტემბერი უმნიშვნელოვანესი დღე არის, იმიტომ რომ ძალიან რეალური გახდა. აი მოდი აღწეროთ რა განსხვავება 13 სექტემბერსა და 4 ოქტომბრის კონცეფციებს შორის. აი ჩემი თავისუფლებით 13 სექტემბრის კონცეფცია არის ის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და 13 სექტემბერი იქნება და კიდევ ბევრი აქცია იქნება და ეს რაღაცა უნდა შევინარჩუნოთ პოლიტიკური კრიზისი და რაღაც იქნება, ხოლო 4 ოქტომბერი გვეუბნება, რომ აი 4 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ ყველაფერი. ხო, აი რომ შევაპირისპიროთ და შევადაროთ ეს ყველაფერი და თქვენ პოლიტიკურ გუნდის ხედვაც რო გვექცეთ. ერთის მხრივ ურთიერთგამომრიცხავი ეს ორი თარიღი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ 13 სექტემბერი ისე როგორც ყოველი შემდეგი აქცია, მათ შორის 4 ოქტომბრის აქციაც, რომელიც აუცილებლად იქნება იმ დღეს აქცია, იმიტომ რომ ყველა დღეს არის აქცია და 4 ოქტომბერი მაინც მნიშვნელოვანი დღე იქნება რაღაცნაირად, ხო, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ სიყალბეს აპირებს იმ დღეს ქართული ოცნება რომ ჩაატაროს, მაინც რაღაცნაირად ყურადღება მეტი იქნება და ქუჩაში ხალხის მეტი იქნება სავარაუდოდ. მაგრამ რაც შეეხება ეხლა თქვა რაღაც მოლოდინების გაჩენას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა მოლოდინებსაც აჩენს აი ამ პროცესის ორგანიზებაში ჩართული მხარეები, როგორც პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ჯგუფები, ნუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს და ჩვენ რაღაცა აი ბოლო დღეეთ, ასე ვთქვათ, 4 ოქტომბერი რაღაცნაირად და თუ 4 ოქტომბერს ვთქვათ, ხელისუფლება არ იცვლება საღამოს ქუჩიდან, ეგ არნიშნავს, რომ 5 ოქტომბერს აქციაზე არ გავდივართ და ეგ არნიშნავს, რომ 6 ოქტომბერს იმას არ ვაგრძელებთ, რა ბრძოლაშიც ეხლაც ვართ, ხო? რაღაცნაირად მოლოდინებს აქ ცოტა ფრთხილად ურთხილდები ჩვენ
ადამიანების, რომ რაღაცა ზედმეტი კიდევ იმედგაცრუების საფუძველი არ შეიქმნას, მაგრამ 13 სექტემბერს რაც შეეხება, ხო, 13 სექტემბერი არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ საერთოდ ქართულმა ხალხმა, ასევე ქართულმა ოცნებამ, აგრეთვე ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა დაინახონ, რომ აქ უვიზო რეჟიმის შეჩერება, ასე ვთქვათ, საქართველოსთვის, რომელიც არის გარდაუვალი რეალობა ქართული ოცნების დარჩენის პირობებში, ეს არის საკითხი, რომელიც გვაწუხებს, ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას და ხელისუფლების ასე რაღაცნაირ დამხობას, მოკლედ, მათი შესუსტებას, რაღაცა უჭერთ მხარს და ვაჩვენებთ ამ მიზნის გარშემო ჩვენს ერთიანობას და ეს ამავე დროს ნაწილი არის იმ განგრძობითი პროცესის, რომელშიც აქამდე ვართ, ხო? გამომრიცხავი ეს არ არის რაღაცნაირად, ეხლა 13-ში დავასრულებ ქართულ ოცნებას, აი ამ აქციით ხო, აი რაღაცა ასეთ მოდის ნამდვილად არ ვაჩვენთ, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველი დღე და პროტესტის ყოველი დღე და ყოველი სიმწვავის ფაზა, რა თქმა უნდა, უფრო გვაახლოვებს რეჟიმის დასუსტებასთან და ჩამოშლასთან, რაც არის მთავარი მიზანი, ხო? და 4 ოქტომბერს რაც შეეხება, ვისაც ასე თქვა, სურვილი ექნება ამ დღეს აქციაში მონაწილეობის, რა თქმა უნდა, არავის არ ვეუბნებით და არასდროს არ ვეთქვით, რომ რაღაცა ანტიბიძინურ და ასე თქვა, დასავლურ აქციაში მონაწილეობა არ მიიღოს, თუმცა ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია კოალიციას ცვლილებისთვის, ამ ყველაფრის ორგანიზებაში ჩართული არ ვართ, იმიტომ რომ მოლოდინები რაც ჩდება ამ დღის გარშემო, რომ დავიწყებთ 4 ოქტომბრის 4 საათზე და საღამოს 12-მდე დავამთავროთ, ну ცოტა ისეთი, რა თქმა უნდა, რაღაც მხრივ საფრთხილო დანაპირები არის და ცოტა მეტი სიფრთხილე მართებს ჩემი აზრით პოლიტიკურ ძალებს და ჩვენ ასეთნაირი პოლიტიკური ძალა ვართ. პასუხისგებლიანი, რომელიც ისეთ დანაპირებს არ გავცემთ, რომელიც რაღაცა აღსრულება ჩვენს ხელში არ არის, ხო? ამიტომაც ეს არის განსხვავება. თუმცა, ну კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ რაიმე, ასე ვთქვათ, ურთიერთ გამომრიცხავით არიღები, ეს ნამდვილად არ არის რა. მთავარი ამბავი არის, რომ რეჟიმისთან არ თანამშრომლობა და მათთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა იყოს როგორც ასე ვთქვათ, სტრატეგია, რომელიც არის არჩეული, ამ სტრატეგიის ერთგულება და მათ შორის ამ 4 ოქტომბრის აქციას და ეხლა თან ისე აქტიურად გააჟღერეს მისმა ორგანიზატორებმა განცხადები ბოლო დღეებში, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები ძალიან მკაფიოდ ასე ვთქვათ, გმობენ არჩევნებს იმ დღეს, როგორც რაღაცა აი ამ სიყალბეს, რომელიც ქართულ ოცნებამ უნდა ჩაატაროს და პირდაპირ განცხადი იყო, რომ არ მიხვიდეთ არჩევნების ხომოლოდინიც იყო? ну რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ ბუნდოვანებები რჩებოდა ხოლმე სხვა დროს თუმცა რაღაცა არა ну აი რაღაც 4 ოქტომბერზე რაღაც მეტად იყო ფოკუსირება როგორც აქციაზე შეკრების ასე ვთქვათ მოწოდებაზე და რაღაცა ის რომ იმ დღეს არჩევნები არის და ეს არჩევნები აბსოლუტური სიყალბეა და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღო ამაზე შესაძლოა ნაკლებს საუბრობდნენ რაღაცა წინა პერიოდში ორგანიზატორები თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხაზარაძე და ჯაფარიძის გათავისუფლების შემდეგ ძალიან მკაფიო გახდა მათი პოზიციაც იმასთან დაკავშირებით რომ ну აი ეს აბსოლუტურად ფარსი არის იმ დღეს არჩევნებში მონაწილეობა და იქ არ უნდა მივიდეს ამომრჩეველი. რაც აგრეთვე ჩვენი პოზიცია არის, რომ იმ დღეს ამომრჩეველი არ უნდა მივიდეს, იმიტომ რომ სიყალბეში მონაწილეობა, რომელიც ივანიშვილს აძლიერებს, არაფრის მომცემი არ არის იმ პროცესისთვის, რაც საქართველოს ქუჩებში ხდება, ის რაც რაღაცა ქართული დემოკრატია სჭირდება და ну ამ ხრივ ფაქტორები ვართ ერთიანები ვართ ყველა გარდა ლელოსი, გახარიასი და იაგოს გირჩის, რაც მათ ჩემი შეფასებით და ჩვენი შეფასებით სისტემურ ოპოზიციად აქცევთ და სისტემური ოპოზიციას არასდროს ცვლილება არ მოუტანია არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ავტორიტარულ რეჟიმში, ისინი საბოლოო ჯამში სისტემის ნაწილი ხდებიან და სისტემასთან ერთად ჩაირეცხებიან ხოლმე სამწუხაროა თუ ამ პარტიებს მსგავსი ბედი ელით, მაგრამ ყველაფერი მაგაზე მიანიშნებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პარტიაში ბევრი საპატივცემულო ადამიანი და მეგობარი არის, ჩემის და ალბათ შენიც და ამაზე, რა თქმა უნდა, ხაზგასმაც არ გვჭირდება, თუმცა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ პარტიას ყავს, ხაზარაძე, ჯაფარიძე, გახარია, არიან ასე ვთქვათ ჩვენი შეფასებით აბსოლუტურად რაღაცა რეჟიმთან გარკვეულ გარიგებაში შესული, რაც იგულისხმება უპირველესად იმაში, რომ მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ანუ 4 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება არის აი ამ სამივე თუ 4-ვე პარტიის რაღაცა ისეთი ინტერესი. გარიგება საფრი სიტყვა არის, გარიგება გულისხმობს შეგნებულ გადაწყვეტილებას ორივე მხრიდან, რომ ვიგდებით, ხო? კი ბატონო. არსებობს მეორე შეფასება, რომ შეიძლება რაღაცა იყოს შეცდომა უბრალოდ და არა გარიგება. ალბათ ამ მხრივად ტერმინების რაც სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, გარიგება, ხო, გარიგებას რაღაცა სხვადასხვა გრადაციები შეიძლება ქონდეს. მე არ გულისხმობ იმას, რომ რა ვიცი, გახარია, ხაზარაძე და ივანიშვილი დაჟდნენ და რაღაცაზე შეთანხმდნენ ერთი მაგიდის გარშემო, ისე როგორც ხა ჩვენ ვხედავთ, ან რაღაცა ფული აიღო რომელიმე მხარემ, თქვათ ივანიშვილისგან, მსგავს რაღაცას, თქვათ, პრიმიტიულმამდე არ დამყავს, უბრალოდ ამ შემთხვევაში მინიმუმ ინტერესების თანხმედრა იკვეთება. ну ტანგოსთვის ორი ადამიანი საჭირო. და სამწუხაროდ ამ ტანგოში ივანიშვილთან ერთად ხაზარაძე, ჯაფარიძე და გახარია ჩაება, რაც აი აბსოლუტურად მიუღებელი ამბავი არის. ანუ ეს არ არის გზა, რომელიც ივანიშვილის მსგავს რეჟიმს
პრინციპს ჩამოშლის და ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს მოუტანს, რა ვიცი, დემოკრატიის განვითარებას, კეთილდღეობას და ევროკავშირთან დაახლოებას და ეს არის, რასაც ჩვენ გულისხმობთ გარიგებაში. მათ შორის ხარ გაათავისუფლეს ეს ადამიანები, ხო? ეხლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად, მზია ამაღლობე შეეძლო მაგ-ფორმით თავისუფლება მიიღო. თუ ის იქნებოდა ბათუმის მერობის კანდიდატი, ან მათედევიძე თუ იქნებოდა საკრებულოს წევრობის კანდიდატი, მაგალითად, რა ვიცი, თელავში დიდი ალბათობით მასაც გამოუშვებდა ყაველაშვილი, ან რა ვიცი, ნიკამელია და ნიკა გვარამელი თუ გადაწყვეტდა, რომ ამ პარტიას უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ალბათ ისინი თავისუფლები იქნებოდნენ, მაგრამ ხა ამ ხალხმა რომ აირჩია ეს პრინციპული წინააღმდეგობა, რეჟიმის წესების არ მიღება და მასთან არ თანამშრომლობა და დარჩნენ იქ სადაც დაშნენ საპატიმრო დაწესებულებაში და ხაზარაძე ჯაფარიძე რომ გამოვიდნენ რაღაცა იმიტომ რომ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ხა უხერხულია მინიმუმ რა. მე არ მგონია რომ ეს მათი გეგმის ნაწილი ყოფილიყო, ხა გასაგებია რომ რაღაცა პროცესმა ეს ასე მოიყვანა, ხო? მაგრამ ნუ ეს თავარია შედეგები, ხო? ეს რაღაც კონსპირაციებში არ წავა, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარია შედეგები, ანუ შედეგებით უნდა გავზომოთ და შედეგები არის აბსოლუტური, ეს სწორად აღნიშნე, ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება და ამ შემთხვევაში ეს ტანგო ივანიშვილთან ერთად იცეკვება გახარიას, ხაზარაძის და პარტია ლელოს მიერ, რაც ძალიან სამწუხარო. 13 სექტემბერზე რო კონცენტრირდეს, ნახე, აი თქვენ ემხრობით ამ კონცეფციას აქციებისას, ხო, რომელიც არ გულისხმობს რაღაც განსაკუთრებული თარიღის ჩამოკიდებას, არ არის საუბარს რაღაც მშვიდობიანი დამხობის შესახებ და ასე შემდეგ, ხო, თქვენ ემხრობით პროცესს, რომელიც გულისხმობს, რომ ავაზვირთოთ რაღაც ტალღა და დაველოდოთ მოვლენებს. უბრალოდ ადამიანებს დიდ ნაწილს აშინებს ის, რომ აი ჩვენ კი აი თითქოს პროტესტი არ მოგვტარა, გრძელდება, ცოცხალია, არ მოგვტარა ხანდახან მხოლოდ ზინავს და არც ზინავს, ხო? რეალურად ძალიან ისეთი დიდი მედეგობა გამოავლინა ამ პროცესმა, მაგრამ ამასთან ერთად თითქოს ეს არ უშლის ხელს რეჟიმს იმაში, რომ ავტორიტარიზმის მარწუხები უფრო და უფრო მკაცრ მოუჭიროს და შესაბამისად ნელ-ნელა გაანადგუროს ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეალურად მათ წინააღმდეგ არსებობს. ეს არის მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები. და ეს პროტესტი თითქოს აი 13 სექტემბრის კონცეფციის აქციები ამას ხელს ვერ უშლის. აი რას ეთყოდით ასეთ ადამიანებს? ნახეთ, უპირველესად ხო ეს 13 სექტემბერის და ნებისმიერი ასე ვთქვათ ეს პროტესტის ფაზა ძალიან მნიშვნელოვანი აგური არის იმაში, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს, გამწვავდეს, გაფართოვდეს და როგორც ვხედავთ, პროტესტი ნამდვილად უწყვეტი არის. აი პირდაპირ ვიტყვი, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პროტესტი მიინელა, გაქრა, თუ არ არიან ისინი ქართული ოცნების წარმომადგენლები და არიან ასე ვთქვათ რაღაცნაირად ჩვენს ფლანგზე მოიაზრებიან, ჩემი დაკვირვებით ეს ადამიანები საერთოდ არ დადიან რუსთაველის გამზირზე. აი მე მაგალითად დავდივარ ხშირად კვირაში რამდენიმეჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ და იქ ნამდვილად არის ასობით და ათასობით ადამიანი ყოველდღიურად, ყოველკვირეულად. ეს პროტესტი ნამდვილად არ არის გამქრალი. ის რომ იმ 500, 600 თუ 800 ადამიანის მიერ გზის გადაკეტვის ხელშეშლა ოცნებას არ შეუძლია და აძლევენ უფლებას რომ გადაიკეტოს რუსთაველის გამზირი, ეგ მათ სისუსტეზე მეტყველებს, იმიტომ რომ როგორც კი ისინი გადაწყვეტენ რომ იქ გზა აღარ უნდა გადაიკეტოს, ეგრევე გამოვა იქ 10000-ობით ადამიანი. ზუსტად ვიცით რომ გამოვა და ეს მომხდარა კიდევაც. ეს ამიტომ მათ შორის ქართული ოცნების სისუსტის გამოვლინება არის. ხო, რაც შეეხება იმას, რომ ოცნებას ხელი არ ეშლება არაფერში და მიდის და მიერეკება თქვათ ამ ავტოკრატიის დამყარებას, ეგრე ნამდვილად არ არის. ქართული ოცნება ჩვენი შეფასებით და ჩემი აზრითაც ეგრე არის. დღეს არის ყველაზე ცუდ ფორმაში, ვიდრე ის ყოფილა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე. რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ ჩვენს მხარე ოპოზიციის მხარესაც მნიშვნელოვანი პრობლემა არის რესურსების და რაღაცა ფრაგმენტაციები და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს მხარეს, ვინც წარმოადგენს ამ ბრძოლას, როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე რაღაც სამოქალაქო აქტივისტები აჩვენებენ სწორი სიტყვა თქვი, აი ესეთ უწყვეტ მედეგობას და მთავარი ვალუტა რაც ჩვენს მხარეს არის, ეს არის სიმართლე. და ბრძოლა იმ რაღაცა სიმართლისთვის ისაც ვიუძით. ჩვენი მიზანი მათ შორის 13-ში აქციის და მთელი ამ პროცესის არის, რომ ჩვენ შევხვდეთ მეტად ორგანიზებული შემდეგ პროტესტის ტალღას, რომელიც გარდაუვლად იქნება ამ ქვეყანაში. მათ შორის წლის ბოლომდე მეტად სავარაუდოა ჩემი პირადი აზრი შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ხო ეს უკმაყოფილება, რასაც ჩვენ ხედავთ 8 და 9 თვის ნარსად არ გამქრალა. და მათ შორის ხა ის რომ გარდაუვლოთ რაღაცა პირობითად უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, ან კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შემდეგ პერიოდში ეს გარდაუვალი რეალობა არის თუ ქართული ოცნება რჩება. და ეს პროტესტი ისევ იქნება, ისევ ქუჩაში იმდენი ხალხი ისევ გამოვა და უფრო მეტის და ჩვენი პოლიტიკური პარტიების მიზანი ამ შემთხვევაში არის რომ ვიყოთ მეტად ორგანიზებული, არსებობდეს ნდობა ამ ხალხსა და ჩვენ შორის. არსებობდეს გარკვეული ავტორიტეტები, ჩვენ სიტყვას ფასი უნდა ქონდეს და ჩვენ უნდა ქონდეს მათთან კავშირი და მათთან რაღაცა ის ნდობა უნდა იყოს აღდგენილი და არა ჩატეხილობა. მათ შორის აი მაგიტომაც არის, აი გახარიას და ლელოს მიმართ ჩვენი კრიტიკა, მათ შორის იმიტომაც არის, რომ აი ამ ნდობის აშენებას ისინი ხელს უშლიან და ჩვენი მიზანი 13-ის აქციისას და ყოველ შემდეგი აქციის დროს იქნება, რომ ვიყოთ მეტად ორგანიზებული. აი მათ შორის დღესაც კი ჩვენ გვაქვს შეხვედრა
გადაადრა იმ ადამიანებთან, რომლებიც დარეგისტრირდნენ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, აი ამ რაღაც 8 პარტიის ფარგლებში რაც შევქმნით, ასობით ადამიანი იყო დარეგისტრირებული მარტო როგორც ჩვენი მხარდამჭერი და დღეს ყველაზე ეგ მასზე გვექნება მასთან შეხვედრები, მათი გაცნობა და მათთან მეტად ასე თქვა რაღაცა. ის ისევ აი ახალი ხალხი არის. ახალი ხალხი არის, სხვათა შორის ჩვენ თქვენი მხარდამჭერები ხარ არიან, რომელსაც კარგად იცნობთ. არა, აი ზუსტად ეგ არის მთელი ამბავი, რომ ჩვენ აგრეთვე გვაქვს პარტიაში წევრების მიღების პროცესი, უკვე 2000-ზე მეტი წევრი ყავს მიღებული ბოლო თვეების განმავლობაში პარტიაში, რომელთა ბევრ მათგანს ვიცნობთ, მაგრამ აი ანალიზი რო გავაკეთებთ, მხოლოდ თუ არ ვცდები 25% იყო ჩვენი პარტიის წევრები იმ ასობით ადამიანიდან, ვინც დარეგისტრირდა თქვა ამ პლატფორმაზე. დღესაც გვექნება შეხვედრები შემდეგ დღეებშიც და ჩვენი მიზანი ეგ არის, რომ გაფართოვდეს წინააღმდეგობა, გავძლიერდეთ ორგანიზაციულად, ჩვენ სიტყვას გქონდეს ფასი და მოვემზადოთ აი იმ შემდეგი ფაზისთვის, პროტესტის შემდეგი ფაზისთვის, რომელიც გარდაულად იქნება და რომელსაც ქართული ოცნება ვერ გაუძლებს. წინა პერიოდში ნახეთ თუ ამ პროტესტმა რაღაცა შედეგი ვერ დადო, მათ შორის რატო ვერ დადო, იცით რომ არ არსებობდა რაღაცა ტიპის ორგანიზება, რომელიც აი ამ ხალხის უამრავ მასას მიმართავდა სწორი მიმართულებით, მიმართავდა სწორი მიზნებისკენ. რა დროსაც მაგალითად პოლიტიკოსის ან ჩემს სიტყვას ან ნებისმიერი აქტივისტის სიტყვას, რომელიც აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული, ექნებოდა ფასი და რაღაცნაირად ერთმანეთთან შევთანხმდებოდი და ორგანიზდებოდით, ხო? ეს იყო პრობლემა მათ შორის და ეს იმისგანაც იყო გამოწვეული, რომ ბევრ ოპოზიციურ პარტიას წარსულში შეცდომები ჰქონდა დაშვებული და ხალხი არ ენდობოდა. ეხლა ჩვენაც გვჭირდება და ჩვენი მთავარი ვალუტა ეს არის ის, რომ ჩვენ სიტყვას ფასი ჰქონდეს, ჩვენს მიმართ დობა არსებობდეს და ამავე დროს ვიყოთ ორგანიზებულები და მზად იმისთვის, რომელი პროტესტის ტალღაც აი გარდაულად იქნება ამ ქვეყანაში. აი ეს არის მიზანი და ეს არის უმოკლესი გზა რეჟიმის ჩამოშლამდე და ნებისმიერი სხვა რაღაცა ტიპის ასე თქვა არჩევნებში რაღაც ჯერთი კანდიდატები არ წყავთ ოლქების უმრავლესობაში დაყენებული, რა იმის გამოგდიჯვაზე საუბარიც კი ზედმეტია, ხო? ნებისმიერი სხვა გზა, რომელიც არის რაღაც დაანონსებული, არის აბსოლუტურად ანარეალისტური, ან უბრალოდ მოტყუება. ეს არის უმოკლესი გზა და ეს არის გარდაულად რეჟიმის ჩამოშლის გზა. მადლობა ძალიან დიდი. დავით ჯავანაძე იყო ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი.